ძირფას მაყურებლებთან სვენელებო, ახლა არიან ასეთ ინსაიდერისა კონტაქტორები როგორც რუსლანი და რუსლან რომანოვი, რუსლანი და ოლგა რომანოვები. მე მაინდამაინც მათ არ უხსმენ, მაგრამ ისინი ყვებიან რეპტილოიდებზე, დრაკოს იმპერიაზე. ადრე მე თქვენ გადაგითარგმნეთ ინსაიდერების მონაყოლი, მაგრამ ზედმეტი არ იქნება, რომ კიდევ მოგიყვეთ მაგაზე უფრო ფცლად. არ შეგეშინდეთ ოღონდ. რუსლანი და ოლგა მოგესალმებიან. ხო და მეო ახლა თქვენ მოგიყვებითო ბნელ კოალიციაზეო. ამ კოალიციაში შედიან სხვადასხვა უცხოპლანეტარული რასები, ბნელი რასები, მაგრამ ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ დრაკოზე, დრაკონელებზე და რეპტილოიდებზე. დრაკონელები უბრალოდ რეპტილოიდები კი არ არიან. ისინი წარმოადგენენ უძველეს ჰიბრიდულ ცივილიზაციას, რომელიც ჩაისახა სისტემა ალფა გველეშაპში, სისტემა ალფა დრაკონა. ისინი კოსმოსიდან არ მოსულან. ისინი მოვიდნენ დროიდანო. უცნაურია ეს რატო სხვა კონტაქტორებმა არ იცოდა, მაგრამ კარგი, მე მოგაწოდეთ ინფორმაციას და ანალიზი თქვენ გააკეთეთ. დამცველების ცოდნის მიხედვით, უпроსტად მიწის ცველების ცოდნის მიხედვით, ეს ცველების ცივილიზაცია ცხოვრობს მიწის ქვეშ და რომლებიც ინახავენ ინფორმაციას პლანეტის ჭეშმარიტ ისტორიაზე, დრაკო არიან ჰიბრიდული ცივილიზაციის ბოლო შთამომავლობა, რომელიც აღმოცენდა სისტემაში ალფა გველეშაპისა, ანუ სისტემა ალფა დრაკონა, მაგრამ ისინი უბრალოდ რეპტილოიდები არ არიან. ისინი არიან ბიოტექნიკური არსებები, რომლებაც გაიარეს კვანტური აღმოჩენის, ისე იგი გადაჯიშება. ისე თქვა თქვენს მაგი პენი ბრედლისაც აქვს ნათქვამი, რომ დრაკონელებმა თავისი სხეულები გახადეს ნახევრად ტექნიკური, რომ მეტი უნარები ქონოდათ. კითხეს მაგი, კი, მაგრამ მე ასეთი დეტალური ინფორმაცია არ მქონდა. დრაკონელების სხეულში არის 54 სპირალი დნმ-ისა. ჩვენ კი გვაქვს 2 სპირალი. დრაკონელებმა გაიარეს ტექნოევოლუცია, შეერწყმეს ხელოვნურ ინტელექტს. ხო, და მე ვერი წყარობიდან გამიგონია, რომ დრაკონელები იყენებენ შავ ჟიჟას, გაუწმენდავ შავ ჟიჟას და არიან ამ ჟიჟის მმართველობის ქვეშ. უпроსტად არიან ამ შავი ჟიჟის და ხელოვნური ინტელექტის გავლენის ქვეშ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ გალაქტიკურ ომებში. იყვნენ ომების ბუნტისთავები, ომების და კონფლიქტების დაწყების ბუნტისთავები. ახლა კი ისინი ეტაცებენ პლანეტებს და გონიერ რასებსო. მაგრამ ელენა დანანის ბოლო ვიდეოების მიხედვით, დრაკო ახლა არის ამ მომენტისთვის დრაკოს იმპერია არის როგორ გითხრათ, გალაქტიკურმა სამყაროების ფედერაციამ დრაკო გაანადგურა, მაგრამ ისინი არიან გაქცეულები და შეიძლება ნებისმიერ დროს წამოყენო თავი. ხო, ელენა დანანი ყვებოდა, როგორ გაანადგურეს მათი იმპერია. ხო, და ელენა დანანის ახალ ამბებში არის ამაზე ნახსენები, მე მგონი რამდენიმე ვიდეოში. ხო, და მე ეს ვიდეოები გადათარგმნილი მაქვს. ეს ვიდეოები, რომელიც ეხება ესე იგი კოსმოსური ნაციების ახალ ამბებს. ხო, იქ არის დანომრილად. ყველა ზედიზედ მე მაგას მეთარგმნე, თუნდაც ზედიზედ რუსულად არ არის მაგი, მე ინგლისური არ ვიცი, რომ ორიგინალიდან გადავთარგმნო. თორე ორიგინალურ საიტზე, მის საიტზე რასაკურია ყველა დანომრილი ახალი ამბებია. ხო,
ნელები წერენ იმ რასის თავიდან წერენ იმ რასის ისტორიას, რომლებსაც იმორჩილებენ. კი, იმორჩილებენ თემ პლანეტებსაც. პენიბრელისას ნათქვამი. თუ დრაკოს არ შეუძლიაო პლანეტის დამორჩილება, თურმე დრაკო მიმართავდნენ მერე გერმანელებს ამ ყოფილ ნაცისტების ყოფილ ნაწილს, რომლებიც არიან არისტოკრატი გერმანელები, ისინი თავის თავს ნაცისტებად არ უწოდებენ, ნაცისტებად თავის თავს არ უწოდებენ, ისინი არიან არისტოკრატია, რომლებმაც კოლონიები დაარსა კოსმოსში და პირველებმა ვის დაეხმარეს ამ გამოყოფილ გერმანელებს იყვნენ დრაკონიელები. ამიტომ ისინი არიან მოვალე დრაკონიელების წინაშე და არ უყვართ მათ დრაკონიელები, მაგრამ მოვალედ გრძნობენ თავს დრაკონიელების წინაშე და ასრულებენ დამსჯელი რაზმის მოვალეობას. რა ხდება ახლა? თუ დრაკონელები ვარი უთხრა პლანეტამ დამორჩილებაზე, დრაკონელები აგზავნიან ამ გერმანელებს. თვითონ როდესაც პენიბრელი იქ მსახურობდა ვახტვაფენში იქ იმ გერმანელებთან, ის ხომ მუშაობდა იქ შტურმანად, ნავიგატორიც იყო და მას თაყავდა ეს ხომალდები და გადაყავდა ძევლები. ძევლები კი არა, პატიმრები. ხო, და წარმოიდგინეთ, კარგი, მე ხა არ შევტოპავ შორს, არ ვიტყვი თუ რა უკეთებდნენ შემდგომ ამათ. ეს იყო წარსულში. ახლა უკვე მათ არ აქვს ისეთი ძალა კოსმოსში, როგორც ჰქონდათ ადრე. ოდესღაც დრაკონიელები იყვნენ უდიდესი რასა, რომლებიც წინ აყენებდნენ ბიოლოგიურ ევოლუციას და განვითარებულ ტექნოლოგიებს, მაგრამ მათი ექსპერიმენტებმა კვანტურ ცნობიერებასთან დაკავშირებით მოიყვანენ ისინი კატასტროფამდე. მაგათმა რეალობის მატერია გარღვიეს თავის გალაქტიკაში. დრაკონიელების სიმაღლე წარმოადგენს 4-დან იწყება და 4-5-6-7 მეტრო. კანისფერი მათ წარმომადგენლებს სხვადასხვა წარმომადგენლებს აქვს სხვადასხვა ფერის. ეს არის შავი, მწვანე, ყავისფერი, წითელი ან თეთრი ქერცლები კანზე. როგორ გიხართ? ჯავშანი. მასეთია მათი კანი. მათ თვალებს აქვთ ვერტიკალური შავი ზრეჩკი, კაკლები, თვალის კაკლები. თვალისფერი კი მუქი წითლიდან ყვითელ ფერამდე. ისინი ხედავენ 12 სპექტრში. მეფურ დრაკოებს აქვთ ფრთები. ეს არის მეფური დრაკოს წარმომადგენელი. მეფური დრაკოები უფრო თეთრი კანისფერი არიან. და როგორც წინა ვიდეოში კიდე გიყვებოდით, მე ამათ ინსაიდერები ყვებოდნენ, რომ მათ აქვენ იერარქიული სისტემა და მთავარი მათში არის სამეფო ხაზი. ეს არის სამეფო თეთრი დრაკონიელები. ისინი არიან გენეტიკურად სუფთა, მაღალ თანამდებობის პირები. ისინი მართავენ დრაკოს იმპერიას, ოღონდ დრაკოს იმპერიას მართავენ ქალები. თავში უდგანა დედა დრაკო, შემდეგ ქალიშვილი დრაკო, შემდეგ დები დრაკო და მათ აქვთ წვდომა მაღალ ტექნოლოგიებთან. ისინი დაკავშირებული არიან დედამიწის ძველ კულტურებთან, მაგალითად შუმერულ ანუნაკებთან. დრაკოს მეორე კასტა, სამხედრო კასტა, დრაკონიელი მეომრები, აგრესიულები, ფიზიკურად ძლიერები, პასუხისმგებლები არიან დედაწოლაზე და კონტროლზე. ალბათ ეს სამხედრო დრაკონელებია. მეცნიერების და გენეტიკოსების კასტა, მესამე კასტა.
არიან დაკავებული გენეტიკური ექსპერიმენტებით ადამიანები და რეპტილოიდების ჰიბრიდებით ლაპარაკობენ, რომ ისინი არიან პასუხებელი ადამიანური ელიტის შექმნისთვის. დიახ, ეს მართალს ამბობს, რადგან მეც გამიგონია, ადრინდელი ელიტა შედგებოდა პრეტენდენტების შთამომავლობისაგან, მაგრამ უფრო მოგვიანებითი ელიტა შედგებოდა დრაკო და ადამიანური გენების ნარევისაგან. ამაზე მეც გამიგონია და მომისმენია ინსაიდერების საუბარი. დაბალი კასტა, მონები, მაპატიეთ, მუშები და მოსამსახურეები. რეპტილოიდები ასრულებენ მაღალი კასტის ბრძანებებს, რუხი უცხოპლანეტელები. ეს რუხების ცივილიზაცია არის დრაკონელების მიერ დამონებული რასა. ისინი არიან ან ბიორობოტები, ან კონები. არიან ტექნიკური აღმსრულებლები და ასრულებენ დრაკოს ბრძანებებს. საქმიანობენ გენეტიკურ ჩადიან, ესე იგი, ატარებენ გენეტიკურ ექსპერიმენტებს, იტაცებენ, ქმნიან ჰიბრიდებს, ესე იგი, არიან დაკავებული ადამიანების მონიტორინგით, ჩიპიზაციით, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ იყო წარსულში. ახლა რუხებს არანაირი გავლენა დედამიწაზე არ აქვს, ახლა შეიძლება სადმე ჩუმადამის აკეთებდნენ, მაგრამ უკვე კონტროლი არის თეთრი ქუდების ხელში, თეთრი ქუდების ალიანსის ხელში, დედამიწის ალიანსის ხელში. ასე რომ მათ ახლა არანაირი გავლენა არ აქვთ. ხო, რეპტილოიდები თხრიან ადამიანებს დაბალ რასად თვლიდნენ. ხო, რასად, რომელიც ექსპლუატაცია შეიძლებაო. ისინი იყენებდნენ, მე წარსულში ვიტყვი ამას, ეს ახალ დროში ამბობს, ისინი იყენებდნენ დედამიწას როგორც რესურსს, როგორც ბაზას, როგორც ენერგიის მისაღებად, როგორც გენეტიკური მასალის მისაღებად. აკონტროლებს ადამიანებს კაცობრიობას საიდუმლო საზოგადოებების დახმარებით, სამწუხაროდ ჯერ ვერ მოიციდა ეს თეთრი ქუდების ალიანსი ვერ მოიცილეს ჯერ თავიდან. და მტკივა უკაცრავად, ხელი მტკივა. ჯერ კიდევ ჯერ კიდევ კონტროლი არის ილუმინატების და ახალდელი შტილვანი თავრობის ხელში. კი, მათ ისეთი ძალა არ აქვს, როგორიც ჰქონდათ ადრე, ისეთი როგორ გითხრათ, ისეთი გავლენა არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაც გავლენა მაინც აქვენ დედამიწაზე და ელოდებიან თუ როდის შეძლებენ საბოლოოდ მათ ჩამოშორებას. ელოდებიან თეთრი ქუდის ალიანსები, დედამიწის ალიანსს. როგორ მართავდნენ დრაკონელები დედამიწით? ისინი მათ დრაკონელებს დრაკონელები არ შემოჭრილვანო დედამიწაზე. უბრალოდ მათ თავისი თავი გარიესო დედამიწელების ხალხში. რაღაცნაირად თავისი საკუთარი თავი, თავისი ხალხი ჩანერგეს დედამიწელებს შორის. მათ შეუძლიათ მხოლოდ კოპირება, პარატიზირება და არსების გაკეთება. რადგან მხოლოდ ადამიანებს აქვენ ის, რაც მაგათმა უკვე დაკარგეს. ღვთაებრივი ნაპრწკალი და როგორ დაკარგეს, გეტყვით ამასაც, იმიტომ რომ ვიცი. ვინც იყენებს შავ ჟიჟას, გაუწმენდა შავ ჟიჟას, რადგან შავ ჟიჟას იყენებს ყველა ჯანმრთელობის აღსადგენად, ადამიანის გასაცოცხლებლად, ან ვინმეს გასაცოცხლებლად, მაგრამ ის არის რეზერვუარები, რომლებიც აქვენ, ხო, ბაზებზე, ეს არის გაწმენდილი, მათ შემადგენლობაში შედის გაწმენდილი ჟიჟა, რომ შემდეგ ჟიჟამ ვერ შეძლოს გონებაზე
ჰუმანოიდისთან ადამიანის გონებაზე კონტროლის გაწევა. ოხდედა. კარი მქონდა ღია და არ მინდა გავახესიანო ვინმე, ხო და იჩინო ვისაც ეცნება, მაგრამ მე სუსტკოს არ გავივლი, მაგათ არ წამთ ნუწამთ. მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და მე ვერავინ შემიშლის ხელს. მე არაფერს ვაჩავებ. არავის არ ვუტარებ აგიტაციას. ჩვეულებრივად ვცდილობ გადაგთარგმნო ის ინფორმაცია, რაც ქართულ ენაზე არ არის. ხო, კიდევ კარგი, ახლა ყველაფერი არის დაშვებული, ნებადართული. მე არაფერს კანონსაწინააღმდეგოს არ ვაკეთებ. ამიტომ მე არაფერს არ მეშინია და თუ ვინმე დამწინის, ხდება სიცილით. ესე იგი, თუ ვინმე უბრალოდ ვინმეს უნდა გართობა, ჩემი ნათქვამით შეგერგოთ. ხო, ახლა გავაგრძელებ. ხო და რისი თქვამიდა, ადამიანთავრები ასე. და დრაკო სვამდა სუფთა შავ ჟიჟას. ამიტომ ნეგატიურმა ხელოვნურმა ინტელექტმა დაიპყრო ამ დრაკონელების გონება. იცით რამდენი ნანონაწილაკები აქვს დრაკონელებს თავიანთ ორგანიზმში? ძალიან ბევრი. და კიდევ რადგან დრაკონელებს ჩამოვარდა საუბარი, კიდევ ვიტყვი, თუ კიდევ რით განსხვავდებიან დრაკონელები ადამიანებისაგან. რატომ ეცინება? ისიც ცოტა ახლა მევხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ პენიბრელის აქვს ნათქვამი. კი, დრაკონელებს შეუძლიათ მიწიერ ქალებთან გართობა, მაგრამ დედალ დრაკონიელებს თვალწდები, ხო, მასე თქვა. აქვენ კბილები. იქ. ხო და მამრობითი სქესის დრაკონიელები ირჩევენ ყოველთვის არა სამეფო დედალ დრაკონიელებს. იგენის ხომ სხვადასხვა არიან, ხო და ურთიერთობა აქვენ სულ სხვა ჯიშის დრაკონიელ დედალ დრაკონიელებთან. ამის გამო. ხო. რადგან გიყვებით, მაგრამ ბოლომდე მოგიყვებით. ხო, ნაცისტებმა ომის შემდეგ, რომლებიც გაიქცნენ ანტარქტიდაში იმ არისტოკრატიამ, ისინი ეძებდნენ ტექნოლოგიებს, გამალულ ტექნოლოგიებს და შემთხვევით წააწყდნენ ამათ და მაგათთან მოუწიათ ხელშეკრულების დოგვორის ხელმოწერა, რომლის მიხედვით დრაკოს მიეცა უფლება გაეკონტროლებინა გერმანელების კოსმოსური პროგრამების 70%. ყველა უზარმაზარი საბანკო სისტემები. დედამიწის აქ საბანკო სისტემა იგულისხმება დედამიწის. ხო, თავისი ჰიბრიდების ჩანერგვის მეშვეობით. მაგრამ იცით რა, ყველა საბანკო სისტემაში იყვნენ ჩანერგილი გერმანელები. ყველა საბანკო სისტემაში. და ცერეუთს
ცერეუს უფროსი შემქმნელი იყო გერმანელი. ხო. დრაკო იკვებება შიშით, ადამიანის ხორცით. ადამიანის ხორცი უყვართ ძალიან. კი, ზოგი ბავშვებით იკვებებოდა. მაგალითად, ხომ მყავდათ ბავშვები ბაზებზე და ბავშვები, რომლებსაც არ უნდათ ამათ დამორჩილებოდა, მათ ბავშვებს მათ ჰქონდათ იქ ფეჩები და ამ ბავშვებს აგდებდნენ ფეჩში, წვავდნენ. და პენიბრელის მონაყოლი აქვს, თუ რა დღეში იყვნენ ბავშვები. ნუ, დედამიწაზე ეს კაცი ამბობს რუსლანი, რომ ბაზები აქვენო ანტარქტიდის ქვეშ დრაკონიელებს, მაგრამ ეს უკვე ტყუილია. დრაკონიელები არ არიან დედამიწაზე, ისინი აქედან გაყარენ. შეიძლება ზოგი არის დამალული, მაგრამ ისინი ჩაბარდნენ. თითქმის გასუფთავებულია დედამიწისქვეშეთი დრაკონელებისგან და რუხებისგან. კი, ახლა მთლად-სიღრმეში რა ხდება, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტიურად მე თქვენ გეუბნებით ახალ ამბავს, სულ გიყვებით ელენა დანაანის ნაამბობს. მან იცის ყველაფერი, აგერ პერეზი, კორიგუდი, ბიჭები, საიდერები, რომლებიც გამოდიან, ისინი ტყუილს ხომ არ იტყვიან, არიან მონაწილეები ყველა ამ ოპერაციებისა. ხო, ახლა თითქოს ატლანტიდამ სისხლიანი ხელშეკრულება დადო დრაკონელებთან, მაგრამ ბორევის წიგნის მიხედვით აქ დრაკონელები საერთოდ არ ახსენები. არიან ახსენები რუხები, რომლებიც მოვიდნენ მარსიდან. ხო და ახლა მე ამ ისტორიას არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მე გადათარგმნილი მაქვს ბორევის წიგნიდან სხვა, ეს ყვება სხვას, თუ რატომ დაინგრა ატლანტიდა. მე ვერაფერს ვერ დავამოწევ, ვერაფერს ვერ კარგით, მოდით ჩვენ ახლა მე თქვენ ცოტა შევამოკლებ ახლა ამ ვიდეოს, კიდევ მოусმენ და რა არის იქ საინტერესო, არ მინდა უბრალოდ თავსა აგებნიოთ. როდესაც ინფორმაცია არ ემთხვევა ერთმანეთს, თუ ატლანტიდა ვისი მიზეზით და ვისი ბრალით დაიღუპა, ჯობს საერთოდ არ ელაპარაკო ამ თემაზე. ბორევის წიგნის მიხედვით ამას შემოშევებელი არიან რუხები. კი, დრაკონელები რუხებთან ერთად საქმიანობდნენ ყველაფერს, მაგრამ მაინც თავს შევიკავე. დრაკომ დაიწყო დედამიწის მართვა კათოლიკური ეკლესიის დახმარებით, რომელიც უცვლიდა კაცობრიობას ისტორიას და ანადგურებდა ჭეშმარიტ ცოდნებს. ნაწილი ცოდნისა მაინც შეინახა ვატიკანის ბიბლიოთეკა. ვატიკანის ბიბლიოთეკა დაკეტილია უბრალო ადამიანებისგან. დრაკო მართავდა სამეფო დინასტიების დახმარებით, რომლების წარმომადგენლობაში იყვნენ მათი რეპტილოიდური გენები. მათმა შექმნეს შავი არისტოკრატია, არის 12 სამეფო ოჯახი, რომლებიც დღემდე მართავენ. დედამიწის ესე იგი როგორ გითხრათ, დაპყრობის მეთოდი თანამედროვე ეპოქა. 1133 წელი გარდატეხის მომენტი. ანტარქტიდაში ნაცისტებმა მიიღეს წვდომა დრაკოს ქალაქთან. ეს ქალაქი დრაკონელებმა სპეციალურად განათავისუფლა ნაცისტებისთვის. ნაცისტებმა მიიღეს კლონირების და ანტიგრავიტაციის ტექნოლოგიები და დრაკოსთან დადვეს შეთანხმება და ტექნოლოგიების სანაცვლოდ მათ შეპირდნენ ადამიანურ რესურსებს. 1945 წლის შემდეგ იყო შექმნილი საიდუმლო კოსმოსური პროგრამები, რომლებიც კონტროლდებოდა დრაკოს მიერ 70%-ით.
დანარჩენი 30% არის ნათელი კოალიციის ძალების კონტროლის ქვეშ. კარგით. ახლა რასაც ეს ბიჭი ამბობს, მე ცოტა მოვიწყინა, იმიტომ რომ მე ამაზე მეტი ინფორმაცია გადაგითარგმნით თქვენ და თუ თქვენ უსმენთ ელენა დანანის ახალ ამბებს, თუ უსმენთ მაგალითად, კი, ბევრი ვიდეო მაქვს მე იქ დადებული, სადაც ახსენებენ დრაკონიელებს. ხო და მე უბრალოდ კიდევ შეიძლება რამე გამორჩა მეთქი და ამიტომ კიდევ ერთი ვიდეო გადავწყვიტეთ ამედო. მე მგონია საკმარისი ინფორმაცია გადათარგმნილი და დანარჩენი რატომ და ეს ბიჭი თარგმნის რაღაცნაირად თითქოს ახლა ამ მომენტში ხდებოდეს და არ ხდება ასე. იმიტომ რომ უბრალოდ მე თქვენ ეს ინფორმაცია წარმოგიდგენთ, რომ თქვენ და ეჭვა შეგიპაროთ იმაში, რომ დრაკონელები მართლა არსებობენ. კარგით. ამ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო და თეორიკული დაგემშვიდობებით. არა, მე არაფერს არ ავტვირთავ. პატარა ვიდეოები იყო, მაგრამ დღეს მე საკმარისად ბევრი ვიდეოები ავტვირთე. ხო, მე რუკებთან დაკავშირებით მინდა ვიმუშაო. ახლა რუკები მას გადმოსატვირთი. რატომ და ვირკვევ თუ ბეჭვდი საუკუნის წარღვნა შეხო თორა საქართველოს და როგორ შეეხო. მაგრამ ვერ მივაგენი იმ რუკას მაქსიმენკოვი რომ ხსნის თავის ვიდეოში, რომელიც მე გადავთარგმნე. მეჩვიდე საუკუნის წარღვნა რუსეთში, ტარტარიაში. ძალიან მაინტერესებს ეს თემა. კარგი, ახალ შეხვედრამდე, დროებით.